ეხლა მივადგეთ ირანს. მე ირანზე შეტევა მგონია გარდაუვალია, ძალიან გარდაუვალი. ყველა შემთხვევაში. ერთი მხრივ, იმიტომ რომ იქ პირდაპირ დაიწერა, ეხლა ყოველთვის წყაროებზე შეიძლება რამდენად სწორი, რამდენად არ არის სწორი, მაგრამ პირდაპირ დაიწერა იქ ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის წინ, როცა ეს ჩანელდა ეს რიტმი, რომ ისრაელის გამო, რადგანაც ისრაელი არ იყო მზად ირანის იერიშებისთვის, გადაიდო რაღაცეები და ეხლა მიდის მზადება უფრო მეტად მოახდინოს თავის მოკავშირეების და ბაზების დაცვა ამერიკა. ხო და ეგ ეს ერთი მომენტი, მეორე. ჩინეთის გაწევა კანადაზე, ბრიტანეთის მომენტი თქვით, მაკრონმა ახსენა ეს ჩინეთმა უნდა დაინვესტიროსო. ამან ეს კიდევ უფრო წააკეთებს ამერიკას, რომ ირანზე იერიში მივიდა. როჯერ გადაწყვიტოსო. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩინეთი თავისთავად გასაგებია, რუსეთი და ირანი აბსოლუტური მოკავშირეა ამ სამის. იქით ახლა კიდე ექსპანსიას ეწევა როგორც ჩანს და რაღაც ხელშეკრულებებს დევს კანადასთან უშუალო მეზობელთან და ამერიკას სხვა გზა აღარ დარჩენია თუ არა გამოგვიჯოს მოკავშირე ევრაზიაში, რომელზეც ფაქტობრივად რომელითაც სარგებლობს ძალიან ჩინეთი, ესე იგი თლიანი შესყიდვების 12% ნავთობისა ირანიდან წაიღო ჩინეთმა, მე-10-ზე მეტი გასულ წელს. შესაბამისად, იმის გარდა რომ ეხლა დემოკრატიის მომენტები კი არა, ეს აბსოლუტური სადიზმი ხდება, ყველანაირი სადიზმი ხდება, რაც შეიძლება, კიდე და კიდე ინტერნეტი რო გამოდის ის რაღაც ვიდეოები და ამასობაში ეს გეოსტრატეგიული მომენტი, რომ თუ ეხლა არ გადადგავს სამნაბის შეერთებული მაშინ რა გამოდის? ყველა მხარეს ჩინეთი აკონტროლებს და ვერც იმ ევრაზიაში ვერ უყავი ძრა და კიდე ერთი მომენტი. სხვათა შორის ეს ბჟეზინსკი, რომელმაც 90-იან წლებში დაწერა ეს დიდი საჭადრაკო დაფა. აბა გავიხსენოთ, რას მიიჩნევდა ყველაზე დიდ კოშმარად ამერიკისთვის. რომ ერთ დღეს ვაიდა მოხდეს იმ კოალიციის, რომელიც არის ჩინეთი, რუსეთი, ირანის შეერთება. რასაც მაშინ ეს როგორც უწერია, ცოტა მოსალოდნელია, მაგრამ ისე არიანო, ეხლა სად რუსეთიო, რომელიც მართლმადიდებლობას აწვება, სად ირანი, რომელიც კატასტროფულ თეოკრატიაშია და ჩინეთი ჯერ კიდე გამორკვევის პროცესში იყო 90-იან წლებში. მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ მივიდნენ აი ამ ანტიჰეგემონური მოძრაობის კუთხით შეერთების პროცესში, ეკონომიკური კავშირების პროცესში, სამხედრო კავშირების პროცესში, რაც ამერიკას არ უტოვებს სხვა შანსს გარდა იმისა, რომ გამოგვიჯოს ყველაზე სუსტი წევრი. იმიტომ რომ რუსეთზე ვერ მეიტანს გავს თავდასხმას ბირთვული ომის გამო და ვიდრე ირანი არ გაძლიერებულა და არ გამხდარა ბირთვული სახელმწიფო, მას არ დარჩენია სხვა გზა ეხლა თუ ამას ვერ გააკეთებს ამერიკა რა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი და რაღაცა. ანუ ჩემი აზრით ამერიკა ნელ-ნელა წავა გავლენების დათმობისკენ და ჩვენაირ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება ამ რეგიონში გზის გაკვლევა.